კვირა ასტროლოგიურად დატვირთული და გარდამტეხი პერიოდია, განსაკუთრებით 12 მაისის მორიელის სავსემთვარეობის ფონზე, რომელიც ემოციურ სიღრმეებსა და შინაგან გარდაქმნებს მოიტანს. ამ კვირაში რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი განსაკუთრებული იღბლიანობით გამოირჩევა. ვერძი. ვერძებისთვის კვირა იწყება მორიელის სავსემთვარეობით, რაც შინაგან ტრანსფორმაციასა და ემოციურ განწმენდას მოიტანს. 16 მაისს ასტეროიდი ცერერა გადადის ვერძში, რაც ხელს უწყობს პირად ზრდასა და თვითგამოხატვას. 18 მაისს მზე და ურანი ქმნიან ძლიერ კავშირს, რაც მოულოდნელ ფინანსურ შესაძლებლობებსა და წარმატებას მოიტანს. კურო. კუროსთვის ეს კვირა სავსეა პირადი ზრდისა და წარმატების შესაძლებლობებით. მერკურის გადასვლა კუროში ერთი ხელს უწყობს კომუნიკაციის გაუმჯობესებას და იდეების რეალიზაციას. 17 მაისს მზე და ურანი ქმნიან ძლიერ კავშირს კუროს ნიშანში, რაც მოულოდნელ ცვლილებებსა და წარმატებას მოიტანს. ტყუპები. ტყუპებისთვის კვირა სავსეა სულიერი ზრდისა და ინტუიციის გაძლიერების შესაძლებლობებით. 18 მაისს მზე და ურანი ქმნიან ძლიერ კავშირს, რაც ხელს უწყობს შინაგან ტრანსფორმაციასა და სულიერ გაძლიერებას. სასწორი. სასწორებისთვის კვირა სავსეა ფინანსური წარმატებისა და სტაბილურობის შესაძლებლობებით. 12 მაისის მორიელის სავსემთვარეობა ხელს უწყობს ფინანსური საკითხების გადახედვასა და გაუმჯობესებას. ლომი. ლომებისთვის კვირა სავსეა კარიერული წინსვლისა და ახალი შესაძლებლობებით. მარსის ენერგია ხელს უწყობს ახალი პროექტების დაწყებასა და მიზნების მიღწევას.